მოგესალმებით, დღეს 4 შაბათია 3:30 და ექიმის საათი, რა თქმა უნდა, ისევ თქვენს პირდაპირ ეთერშია. მე კი მისი წამყვანი ვარ, ირინა ნახუცრიშვილი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემად ჭარბი წონა ავარჩიეთ. ჭარბი წონა, რა თქმა უნდა, ძალიან ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას და რა დაავადებების რისკი არსებობს ჭარბი წონის შემთხვევაში, ამას ყველაფერს ჩვენ სიუჟეტში ვიხილავთ. კლინიკა ველესი მომხმარებელს თავაზობს ევროპული სტანდარტების წონის კორექციის პროგრამას, რომელიც ერთობლივად შემუშავებულია ექიმებისა და ფსიქოლოგების მიერ. კლინიკა ველესში ექიმი, ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი და ფიზიოთერაპევტი ერთობლივად ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. კონსულტაციაზე მოსულ პაციენტს არსებული ჩევილებიდან და კლინიკური სურათიდან გამომდინარე უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები, დგინდება სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი მიზეზი და შემდგომში იგეგმება სწორი მკურნალობა. ასევე ვარჩევთ სწორი კვების რეჟიმს. მკურნალობის პროცესში, რა თქმა უნდა, ჩართულია ფსიქოთერაპევტი და ფიზიოთერაპევტი, ანუ მასაჟის სპეციალისტი. წონაში დაკლება კლინიკაში ვიზიტის პირველივე დღიდან იწყება. კლინიკა ველესის ექიმ ენდოკრინოლოგთან ვიზიტის შემდეგ პაციენტისთვის შეირჩევა საჭირო კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც საშუალებას აძლევს კლინიკის ექიმებს გაეცნონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოავლინონ დარღვევები და ჭარბი წონის თამდები ან გამომწვევი დაავადებები. ამის შემდეგ ხდება მათი დროული მკურნალობა და პრევენცია. თითოეული პაციენტისთვის ექიმი ენდოკრინოლოგის მიერ ინდივიდუალურად ხორციელდება სწორი კვების რეჟიმის შერჩევა. ცენტრის ფსიქოლოგები კი ეცნობიან პაციენტის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რის შედეგადაც ხდება ჭარბი წონის გამომწვევი ემოციური ფაქტორების ზუსტი განსაზღვრა. შესაძლოა ეს იყოს არაჯანსაღი სამუშაო გარემო, სტრესი, გადაღლილობა, უძილობა, შფოთვა და სხვა. შესაბამისი ფსიქოლოგიური ტრენინგ კურსი კი საშუალებას აძლევთ აქ მოსულ პაციენტებს გაანალიზონ კვებითი დამოკიდებულებით გამოწვეული პრობლემა და შეძლონ მათი დროული გადაჭრა. ვისაც სურს უსაფრთხო და ეფექტური, რაც მთავარია, შედეგიანი წონაში კლება, ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შეუძლიათ დარეკონ, ჩაიწერონ კონსულტაციაზე, სადაც მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი სპეციალისტებისგან. პირველადი კონსულტაცია უფასოა, ასევე აქტიურად შეუძლიათ მოგწერონ Facebook-ზე, გაიცნონ ჩვენს სიახლეებს და ინფორმაციას. კლინიკის ფიზიოპროცედურებიდან წონაში დასაკლებად მაქსიმალური ეფექტურობით გამოირჩევა პრესოთერაპია და ანტიცელულიტური მასაჟის პროცედურა, რაც პაციენტს მიღებული შედეგის გამტკიცებას ეხმარება. ეს პროცედურები ხელს უწყობს სხეულის გამკვრივებას და პრობლემური ადგილების კორექციას, ასევე სასარგებლოა ვარიკოზის და ლიმფოსტაზის სამკურნალოდ. როგორც შეიტყვეთ, ჩვენი დღევანდელი გადაცემა ჭარბ წონას ეხება და ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ კლინიკა ველესის ძალიან კომპეტენტური და გამოცდილი ექიმები. ჩვენი სტუმრები არიან კლინიკა ველესის ერთ-ერთი დამფუძნებელი ფსიქოთერაპევტი, კვებით დამოკიდებულ პაციენტებთან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგი ქალბატონი თამთა ჭურაძე და ქალბატონი თამარ ჩადუნელი, რომელიც გახლავთ ექიმი ენდოკრინოლოგი. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა არის საქართველოსთვის და განსაკუთრებით წინა საახალწლო პერიოდში, როდესაც საჭმელი განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ჩვენ მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 2 29 64 64 დაგვისვათ ნებისმიერი შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით ამომწურავი პასუხები გაგცეთ. ქალბატონო თამარ, პირველი კითხვა თქვენთან მექნება, რა არის ზოგადად სიმსუქნე, რომ ახსნათ და როგორ ვადგენთ სიმსუქნის დიაგნოზს? გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში განუმარტავთ, რომ სიმსუქნე ეს არის ორგანიზმში ცხიმის სიჭარბე, რომელსაც რა თქმა უნდა მრავალი ფაქტორია ვითარებს. იმისთვის რომ განსაზღვროთ არის თუ არა სიმსუქნე ან ჭარბი წონა, ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო ფორმულას, ანუ ვივადგენთ სხეულის მასის ინდექსს, BMI-ს, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად. სხეულის მასას კილოგრამებში ვყოფთ სიმაღლის კვადრატთან მეტრებში. ანუ უფრო მარტივად რო ვთქვათ, თუ ჩვენი მასა არის 80 კილოგრამი, ხოლო სიმაღლე არის 1.6 მეტრი, სხეულის მასის ინდექსი იქნება 80 შეფარდებული 1.6 კვადრატთან. თუ შედეგი არის 18.5-დან 25-მდე, ეს უკვე არის ნორმალური სხეულის მასის ინდექსი. თუ არის 25-დან 30-მდე, შედეგი არის ჭარბი წონა. სხეულის მასის ინდექსი თუ არის 30-დან 35-მდე, ეს არის სიმსუქნის პირველი ხარისხი, 40-მდე გახლავთ სიმსუქნის მეორე ხარისხი, ხოლო 40-ზე მეტი ეს უკვე არის მორბიდული, ანუ უკიდურესად მძიმე სიმსუქნე.
მაგრამ მხოლოდ სხეულის მასის ინდექსს არ განსაზღვრავთ, ჩვენ ასევე ნახულობთ წელის გარშემოწერილობას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ნორმაშია BMI, მაგრამ წელის გარშემოწერილობა არის ნორმაზე მეტი. განსაკუთრებით საყურადღებოა მუცლის არეში ჭარბი რაოდენობით ცხიმოვანი ქსოვილი, ანუ ვისერალური გაცხიმოვნება, რომელიც რიგი სერიოზული დაავადებების რისკ ფაქტორი არის ხშირ შემთხვევაში და ამ ყველაფრის შეჯერების საფუძველზე ჩვენ ვადგენთ არის თუ არა სიმსუქნე ან ჭარბი წონა. დიახ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს სტუდიის ნომერი 22964 დაგვირეკეთ და დაგვისვით ნებისმიერი შეკითხვა. ქალბატონ თამთა, როგორც ქალბატონ თამარმა ახსენა, სიმსუქნის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. უმეტესი მათგანი არის ენდოკრინული დარღვევები, კვებითი თავისებურება და ასე შემდეგ. თუმცა რა უდევს საფუძვლად სიმსუქნის ფსიქოთერაპიულ განვითარებას, ანუ ფსიქოლოგიურად როგორ არის დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით? კი ბატონო, ანუ როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა იკვებებიან არასწორად, ხო? და ამბობენ, რომ ანუ ვიცი რომ იკვებები არასწორად. თუმცა რატომ იკვებება არასწორად? უკვე ამას ადგენს უფრო ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგია. ანუ ფსიქოლოგიურად ჩვენ ადამიანთან გასაუბრების საფუძველზე ვადგენთ იმას, თუ რა კონკრეტული მიზეზები იწვევს მის კონკრეტულ შემთხვევაში ჭარბწონას. რატომ იკვებება ადამიანი არასწორად? რატომ ჭამს, თქვათ, ბევრი რაოდენობით საკვებს? რატომ აქვს მიზიდულობა რომელიმე კონკრეტული პროდუქტების მიმართ? დღის მეორე ნახევარში უფრო წესი, აი თუ კი გაგიგიათ, რომ თელი დღე შეიძლება ადამიანმა არაფერი არ მიირთვას და მხოლოდ უკვე დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით ღამით არის საყვარელი ჭამა. განსაკუთრებით ღამით. ან შესაძლოა იყოს რაღაც კონკრეტულად საყვარელი პროდუქტები, მაგალითად მაინც იმ რაღაც კონკრეტული პროდუქტის მიღება უნდა. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ფსიქოლოგები უყურებთ როგორც და არის კიდევაც ეს კვებითი დამოკიდებულების მანიშნებელი, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს რომელიმე კონკრეტული ემოციის რეალიზებას და იწყებს საკვებით ჩანაცვლებას. შეიძლება თქვა დამოკიდებულება ადამიანს ქონდეს არა კვებითი, არამედ რომელიმე ნებისმიერი სხვა. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს კვებით დამოკიდებულებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანუ სოციალური გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს, რომელიც ადამიანს უბიძგებს, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად იმისკენ, რომ არ იზრუნოს საკუთარ თავზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამომავალი წერტილი მაინც არის ის, რომ ვასწავლოთ ადამიანებს, როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე, გამოკვებონ საკუთარი თავი დროულად, გაუჩნდეთ მოტივაცია და დაისახონ მიზნები, რომ მიაღწიონ უკვე სასურველ წონას. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ენდოკრინოლოგების და ფსიქოლოგების ჩართულობა მოხდეს ერთდროულად და სიმსუქნეს ვებრძოლოთ ერთდროულად მრავალი პროფილით. პირველი ზარია ჩვენთან ეთერში, მაყურებელი რეკავს, მოგესალმებით, დასვით შეკითხვა. ქალბატონ, თუ შეიძლება ტელევიზორს ჩაუწიეთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. ой, გამარჯობათ. მე შეკითხვა მაქვს გენასო. დიახ. თქვენთან. მე ეთერში ვარ? ალო, ეთერში ვარ? ეთერში ხარ, დიახ, გისმენთ. ხო. აი ახლა გისმენთ, ჩართული მაქვს ტელევიზორი. ჭარბი წონის. ხო. ჭარბი წონის საქმეზე და ჩვენ მოგესალმებით ჯერ ეკეთ, რომ ყველა კარგები და ლამაზები ხართ, მერცმას სილამაზე მოგაგლოთ. კარგი გერასოли, ეხლა ამიხსენეთ მენა. აი რა არის ისეთ მე რეჟიმში ვარ, ჭამისა, მაგრამ აი მუცელში ვიბერები, გონიათ რომ სუქანიო, მაგრამ არ ვარ სუქანი. მაგრამ მუცელი ვიბერება რა გონიათ რომ ჭარბი წონა მაქვს. წონაში ვიწონი მეტი მაქვს წონა და რის ბრალია ნუ გიმაშემისო. მადლობთ შეკითხვისთვის ბატონო, შევესწრებით გაგცეთ პასუხი. ალბათ დაახლოებით შეგვიძლია უპასუხოთ ბატონს. მინდა უთხრა, რომ ჭარბი წონის მიზეზი არ არის მხოლოდ ჭარბი რაოდენობით საკვების მიღება. აქ შეიძლება იყოს რაიმე გამომწვევი დაავადება, რომელიც იწვევდეს სიმსუქნეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაცია, შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, გამოკვლევა და სიმსუქნის ძირითადი მიზეზის დადგენა. რა თქმა უნდა, ეს ცალსახად მხოლოდ ამონაცემის საშუალებით ვერ ვეტყვით. კვების რეჟიმის მოწესრიგებით შეიძლება არ მოწესრიგდეს კვება. წონა. ქალბატონ თამარის თქვენთან მექნება შეკითხვა, რატომ არის აუცილებელი, რომ წონის კლებაში ჩავთოთ ენდოკრინოლოგი და არ იყოს ეს მხოლოდ თვითნებითი დიეტების საფუძველზე დაკრებული წონა? ენდოკრინოლოგის ჩართულობა წონის კლების პროცესში, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანია.
რადგან ამ დროს უნდა მოხდეს აუცილებლად გამოვლენა დაავადების ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც იწვევს სიმსუქნეს. ანუ ეს დაახლოებით ეხება ჩვენი მაყურებლის შეკითხვასაც. თუ არის რაიმე დაავადება, რომელიც იწვევს სიმსუქნეს ან ჭარბწონას, რა თქმა უნდა, მკურნალობას ვიწყებთ ძირითადი დაავადების, რომლის მკურნალობასთან ერთადაც მოწესრიგდება ჩვენი სიმსუქნის პრობლემა. ამ დროს მხოლოდ კვების რეჟიმის მოწესრიგებით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, მაგრამ აქვს სიმსუქნე ან ჭარბიწონა და ამ დროს არ არის რაიმე ეს კონკრეტული დაავადებით განპირობებული. მინდა აღვნიშნო და გავამახვილო ყურადღება, რომ ჯანსაღი სიმსუქნეც არის აუცილებლად სამკურნალო, აუცილებლად უნდა ვიმკურნალოთ ამ შემთხვევაშიც, რადგან არ გამოიწვიოს ძალიან სერიოზული გართულებები და დაავადებები. კიდევ ერთი მაყურებელი რეკავს ჩვენთან პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, დასვით შეკითხვა. მე მეგონებით ხო ის? დიახ. ჭარბიწონაზე გადაცემა მიგხავს და ეს კარგია, მაგრამ წონაში რო არ იმატებს, მაგალითად, 1.70 ადამიანი რო 46-47 კილოა, ამ ხალხმა როგორ უნდა მოიქცეს? მადლობ შეკითხვისთვის ქალბატონო, ეს უკვე წონის კლებაზე არის კითხვა, რომელიც ხშირი პრობლემაა. მოსამატებლად, ხო? დიახ. ზოგი უჩივის ჭარბწონას, ზოგი კი პირიქით წონის დეფიციტს. რა თქმა უნდა, აქაც სჭირდება კონსულტაცია ექიმის, ასევე შეიძლება ამის მიზეზი იყოს ფსიქონევროლოგიური, არც ეს არ არის გამორიცხული და შეიძლება ორგანული რაიმე პრობლემა იყოს, კუჭნაწლავის სისტემის ფუნქციის დარღვევა, მალაბსორბციის სინდრომი, ანუ შეწოვის დაქვეითება გარკვეული ნივთიერებების, შეიძლება იყოს მინერალების და ვიტამინების დეფიციტი. ამიტომ რეკომენდირებულია თუ სხეულის მასის ინდექსი, როგორც ჩვენი ფორმულა გითხარით, არის ნაკლები 18.5-ზე, მიმართოთ სპეციალისტს. დიდი მადლობა, ქალბატონთან თქვენთან მექნება შეკითხვა, როგორც ვახსენეთ, ჭარბწონასთან ბრძოლა აუცილებელია, რომ იყოს კომპლექსური. თქვენ როგორ ეხმარებით ადამიანს კვებითი დამოკიდებულების დაძლევაში? კომპლექსურში ზირთად გულისხმობთ იმას, რომ არ იყოს რომელიმე კონკრეტული ერთი მიმართულებით მკურნალობა, თქვათ არა მხოლოდ კვება, არა მხოლოდ ენდოკრინოლოგია, არა მხოლოდ ფსიქოლოგია, არამედ კომპლექსურად იყოს ეს ყველაფერი, ფსიქოლოგი და ენდოკრინოლოგი და პლუს ფიზიოთერაპევტი, მასაჟისტი კომპლექსურად დაეხმაროს ერთი და იგივე ადამიანს გადაჭრას ეს პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანს მიზეზი შეიძლება ქონდეს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური. ძირითადად ფსიქოლოგიური მიმართულება დატვირთულია იმით, რომ გვაქვს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფსიქოთერაპიული დახმარება და კონსულტაცია, სადაც პაციენტები ჩვენთან სწავლობენ იმას, თუ როგორ ჩადგნენ სწორად რეჟიმში, როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე, როგორ გაართვან თავი ცხოვრებისეულ ყოველდღიურ პრობლემებს, სტრესებს, სამუშაო გარემოს, რეჟიმს, საკვების გარეშე. ანუ არ მოახდინონ საკვებით ჩანაცვლება, იმ არარეალიზებული და ანუ ესეთი ემოციების და ენერგიის, რომელიც ადამიანს აქვს ყოველდღიურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ზოგადად უკვე ენდოკრინოლოგის ერთვება უკვე და კომპლექსურია, რა თქმა უნდა, შედეგი უკვე ორმაგად ეფექტურია და უკვე ადამიანის შეუძლია, რომ ხანგრძლივად შეინარჩუნოს უკვე დაკლებული წონა უკვე დიდი ხნის მანძილზე. და როგორც ჩანს, კლინიკა ველესში მოსულ ყველა პაციენტს აქვს შესაძლებლობა ამ კომპლექსურ თერაპიაში ჩაერთოს და მიიღოს სასურველი შედეგი. კიდევ ერთი მაყურებელი რეკავს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, დასვით შეკითხვა. გამარჯობა. იცით რა მინდა გითხრათ? მე ძალიან დიდი ჭარბიწონას პატრონი ვიყავი და აი ესეთი რაღაცა მეთოდით მოვიქეცი. ანუ დილას უზმოზებს ვსვამდი ერთ ჭიქად სიცხალს, მერე ვჭამდი ჰერკულეს შემოკარგო და იმ ჰერკულესას მერე წყალს შვებოდი. ჰერკულეს მერე წყალს ვსვამდი და ნებისმიერი ჭამის პერიოდში ანუ ყოველთვის ჯერ წყალს დავლევდი, მერე შევჭამდი საჭირს, მერე ისევ წყალს ვამატებდი და ძალიან ბევრს დავდიოდი. 3 თვის განმავლობაში 70 კილო დავიკელი გენაცვალე. დიახ. დიდი მადლობა. შეკითხვა საერთოდ არ იყო, ეს უფრო აღსანიშნი ფაქტია, რომ ესეთი კარგი შედეგი მიიღო ამ ქალბატონმა, თუმცა აქვე შეიძლება ვიკითხოთ წყლის რეჟიმი, როგორი უნდა იყოს დიეტის დროს. წყლის მიღებასაც აქვს თავისი რეჟიმი. სასურველია, როგორც ქალბატონმა აღნიშნა, წყლის მიღება უზმოდ, ასევე უმჯობესია მივიღოთ კვებამდე და არა კვების შემდეგ.
დღეღამეში დაახლოებით 2 ლიტრი სითხის მიღება არის აუცილებელი და რეკომენდირებული. ქალბატონი სწორად იქცეოდა და სწორად იღებდა სითხეს და იმიტომაც ჰქონდა კარგი შედეგი. ნამდვილად ძალიან აღსანიშნავი ფაქტია ესეთი დიდი წონის დაკლება ესეთ მოკლე პერიოდში. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ესეთ წონის კლებას და ჯერ ისიც ვერ გადაუწყვეტიათ რომ მივიდნენ ექიმთან სამკურნალოდ, რა გართულებები შეიძლება მოუყვეს მათ ჭარბწონას? სიმსუქნე ძალიან ბევრი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. პირველ რიგში გამოვყოფთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ასევე ხშირდება ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი. ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მაღალი არტერიული წნევა, გულის იშემიური დაავადება, რთულდება ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, ოსტეოართრიტები, ასევე ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ასე შემდეგ სხვა პათოლოგიები. კიდევ ერთი მაყურებელი რეკავს სტუდიაში, მოგესალმებით, დასვით შეკითხვა. გამარჯობათ. გამარჯობათ. შეკითხვა მაქვს ერთი თუ შეიძლება. დიახ, გისმენთ. ვარ 155 კილოგრამი. დიახ. მოკლედ წნევასთან დაკავშირებით ცოტა პრობლემები მაქვს. მაგრამ ესე იგი არითმიას მაძლევს, როდესაც წვევი. ხო არ ქონიათ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა. აი გულის არითმიას მაძლევს. დავჯდები, აი წამოვჯდები უკვე გამიარს. დიახ. მადლობთ შეკითხვისთვის ბატონო, ქალბატონო თამარ. რამდენი შეიძლება იყოს არითმია ჭარბიწონის გართულება? კი, შეიძლება იყოს, მაგრამ აქ ჩვენს მაყურებელს ვუჩვევდი, რომ პირველ რიგში მიმართოს ასევე კარდიოლოგსაც, ენდოკრინოლოგის და კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, რომ ინახოს ეს არითმია როგორი ტიპის არის. ერთი აღნიშნავ იმას, რომ როდესაც არის ძალიან ჭარბი წონა, მკვეთრად გამოხატული სიმსუქნე, ამ დროს დიაფრაგმა ეხება გულის კედელს და ხშირ შემთხვევაში ხდება მიზეზი ეს გულისცემის აჩქარების, ანუ ტაქიკარდიის და ამ დროს სასურველია და რეკომენდირებულია როგორც ენდოკრინოლოგის, ასევე კარდიოლოგის კონსულტაცია და კონტროლი. და წონაში დაკლება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ რა თქმა უნდა, წონაში დაკლება არის პირველი პრევენცია ყველა დაავადების თავიდან ნაცილებისთვის. კიდევ ერთი მაყურებელია ჩვენთან პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, დასვით შეკითხვა. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. რა ისიც? აი, ცება მეუღლე მითხრა ეხლა, ნუ ზავათარი წერდა. ერთი შეკითხებო აი რა ისიც როცა ჭამს ცოტა ჭამს და ბევრი არა. დიახ. ხო და ძალიან რეჟიმად არის აი ყველა მაგრამ როცა შეჭამს მე 2-3 დღე 4 დღე კურსი ვერ გადის და გიბერება მუსელი. რასი საქმე ეგრე ამიხსნა თქვენა გეროს. პაციენტს რამე ქრონიკული დაავადება უკაცრავად. ბატონო. დიახ. თქვენ მეუღლეს რაიმე ქრონიკული დაავადება თუ მაქვს? არა. მადლობთ შეკითხვისთვის. აქ ყაბზობაზეა საუბარი. კი, ესეც დიდი პრობლემაა, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში სასურველია რომ ინახოს პაციენტი. დიახ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიზეზი აქვს კუჭის მოქმედების შეფერხებას. დიახ, გარკვეულწილად შეიძლება საკვების რაობამაც გამოიწვიოს კუჭის შეკრულობა, დიახ. შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, შეიძლება იყოს სხვადასხვა კუჭნაწლავის ხშირი და ბევრი დაავადებები. ქალბატონო თამთა, კიდევ ერთხელ მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება კომპლექსურ მკურნალობაზე ჭარბი წონის. რას მოიცავს თქვენ კლინიკაში, რა საშუალებები აქვს პაციენტს რომ მოვიდეს და დაამარცხოს თავისი ჭარბი წონი? ბატონო, გეტყვით, თუმცა მანამდე ვიტყვი იმასაც, რომ თამარმა ჩამოთვალა, თქვა რას შეიძლება სირთულეები გამწვევა გამოიწვიოს, თქვა ჭარბმა წონამ, მათ შორის არის ძალიან დიდი სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ცხოვრებაში ჭარბმა წონამ. რაც უფრო მეტად შეიძლება ადამიანი იყოს დიეტაზე, ხო, რაც უფრო მეტად ცდილობდეს, ვით უფრო იზრდებოდეს შეიძლება მისი წონა, რაც ართულებს მის ემოციურ მდგომარეობას, შეიძლება ჩაიკეტოს სახლში, არ უნდადეს არსად წასვლა და დაუმძიმდეს მას ემოციური მდგომარეობა ძალიან. ამიტომ კომპლექსურ მიდგომას ამ შემთხვევაში და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში თქვა 5-10 კილოგრამის დაკლებაც რომ უნდა ადამიანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში ვითვალისწინებთ ჩვენ ადამიანის ყოველდღიურ რეჟიმს, ცხოვრების წესს, რიტმს, ამიტომ მისთვის კვების რეჟიმს მე თამარი და თვითონ პაციენტი ერთობლივად ვადგენთ, იმიტომ რომ გავითვალისწინოთ მისი გემოვნება, მისი ყოველდღიური რეჟიმი როგორი აქვს, როგორი პროდუქტები შეგვიძლია რაციონში დაუტოვოთ და ისე რომ მას არ ქონდეს გარკვეული რაღაც აკრძალვები, ისეთი რომ მისთვის სტრესული რომ არ იყოს წონაში დაკლება. ამიტომ პაციენტის მონდომება
ზომებაც გარკვეულწილად ძალიან დიდი მნიშვნელობას თამაშობს წონის დაკლებაში, იმიტომ რომ უნდა იყოს პაციენტს იმისი ნებისყოფა უნდა კონდეს, რომ მოყვეთ თქვენ ბოლომდე და ეს დღის რეჟიმი დაიცვას. თავარია მოვიდეს ჩვენთან და თქვას რომ მე მინდა რომ დამეხმაროთ. უკვე ფსიქოლოგი ერთვება ამაში, ანუ ვერთვებით საქმეში უკვე. მაშინ როცა ეს უკვე არის მზად რომ დავეხმაროთ. უკვე ამას რა თქმა უნდა ჩვენ უკვე ჩვენი თერაპიით ისე გავუჩინოთ мотиваცია, ის რომ დასახოს მან მიზანი, რომ ეტაპობრივად მან ნელ-ნელა დაიკლოს წონაში და შემდეგ უკვე გათავისუფლდეს ჭარბი წონისგან სამომავლოდ. ამას უკვე ვაღწევთ ჩვენ, ეს მიღწევადია. თავარია მოვიდეს უკვე ჩვენამდე. რა თქმა უნდა თუ კი სახლში არის და უნდა ძალიან და უცნებობს წონის დაკლებაზე, ესე რა თქმა უნდა ძალიან რთულია, ხო? ამიტომ პირველი ნაბიჯის გადადგმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მიმართოს ადამიანმა სპეციალისტს. კომპლექსურობას რაც შეეხება თვითონ ხო მიმართოს სპეციალისტს და სპეციალისტების ჯგუფს. ანუ ცოტა ესეთი კაფიო განსხვავება ამათ შორის და ბევრად ეფექტურია რა თქმა უნდა, როცა კომპლექსურად ხდება ამ პრობლემასთან მუშაობა, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და ფიზიოთერაპევტი, ანუ მასაჟისტი, როდესაც კომპლექსურად მკურნალობს ადამიანზე, რაც უკვე მისი, ესე რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის, სილამაზის გარანტიაა და უკვე იცის, რომ შეუძლია იცხოვროს 11 კილოგრამების გარეშე. კიდევ ერთი მაყურებელი გველოდება თავისი შეკითხვით. მოგესალმებით, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. ასეთი შეკითხვა მაქვს. აი, წონის ინდექსი რო გამოვთვალე, არის 32. დიახ. მე რამდენადაც ვიცი, ეს ძალიან მაღალია. ხომ? და კუჭის ოპერაციის გარეშე თუ შეიძლება მისი მკურნალობა და როგორ შეიძლება ეს ამ წონის დაკლება, ასეთი მაღალი წონის დაკლება. მადლობთ შეკითხვისთვის. 32 არის სხეულის მასის ინდექსი. დიახ. სხეულის მასის ინდექსი შეესაბამება პირველი ხარისხის სიმსუქნეს. ეს რა თქმა უნდა არ გახლავთ ქირურგიული ჩარევის ჩვენება. ქირურგიული ჩარევის ჩვენება არის, როცა არის უკვე 40-ზე მაღალი, ან თან ახლავს რაიმე სერიოზული დაავადებები. თქვენ შემთხვევაში რეკომენდირებულია კონსულტაცია კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა. თქვენი წონა ჭარბია, სიმსუქნეა, პირველი ხარისხის სიმსუქნეა, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა. თუმცა ეს მოხერხდება ქირურგიული ჩარევის გარეშე. ქაბატონო თამარ, მე ვახსენე, რომ აუცილებელია ადამიანისთვის ნებისყოფა, რომ ბოლომდე მიყვეს ექიმების რჩევებს და არ დაარღვიოს დიეტა. თუმცა ხშირად არის ხოლმე, რომ ის დაკლებული კილოგრამები მალევე უკან უბრუნდება ადამიანს და ისევ იმატებს წონაში. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? საკმაოდ ხშირი პრობლემაა დაკლებული კილოგრამების ისევ აღდგენა. პირველ რიგში აუცილებელია გავიაზროთ, რომ სიმსუქნე ეს არის ქრონიკული დაავადება. თუ ადამიანი ერთჯერ მაინც იყო მსუქანი, მას ყოველთვის ექნება იმის რისკი, რომ შეიძლება დაუბრუნდეს ძველ წონას. რაც არ უნდა მკაცრი დიეტა დაიცვას ადამიანმა, ცხიმოვანი უჯრედები, ანუ ადიპოციტები, რაოდენობრივად რჩება უცვლელი, მაგრამ მცირდება მოცულობაში, მათი ზომა მცირდება. არასწორი კვების შემთხვევაში მოცულობა შემცირებული ადიპოციტები ისევ იზრდებიან და ისევ ვითარდება სიმსუქნე. სწორედ ეს გახლავთ შედეგი იმისა, რომ ისევ იმატებენ ადვილად წონაში. სიმსუქნით დაავადებული ადამიანის კვება მთელი ცხოვრება ხანგრძლივად უნდა იყოს მოწესრიგებული. ამის გააზრება აუცილებელია, რომ ჩვენ სიმსუქნე ჩავთვალოთ და ვიცოდეთ, რომ ეს არის ქრონიკული დაავადება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა ხოლმე, რომ ეს არის მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა. რა თქმა უნდა, არა, ეს არის დაავადება, რომელსაც ჭირდება მკურნალობა. რა თქმა უნდა, მას თან ახლავს ესთეტიკური პრობლემებიც. რა თქმა უნდა და ერთხელ მიღწეული შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეს და უნდა გავაგრძელოთ მთელი ცხოვრების მანძილზე. მთელი ცხოვრების მანძილზე. მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. კიდევ ერთი მაყურებელი რეკავს ჩვენთან პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, დასვით შეკითხვა. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე გვიან ჩავთე ტელევიზორში, შეიძლება კიდევ თქვით, მაგრამ აი მაინტერესებს სიმსუქნის ხარისხი როგორ დავადგინო. რომელი კატეგორიის სიმსუქნე მაქვს, რომ ამასწავლოთ. კი ბატონო, ქალბატონო, აუცილებლად გაგცემთ პასუხს. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ სხეულის მასის ინდექსის გამოთვალება. სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელად სხეულის მასა კილოგრამებში უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატთან მეტრებში. ანუ წონა თუ არის 100 კილოგრამი, 100 კილოგრამი უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატთან და ვთქვათ სიმაღლე არის 1 მეტრი და 55 სანტიმეტრი, ხო? 100 კილოგრამი შეფარდებული 1.55 კვადრატთან იქნება ჩვენი სხეულის მასის ინდექსი. თუ შედეგი არის 18.5-ზე ნაკლები, ეს არის წონის დეფიციტი. ნორმალურია ჩვენი სხეულის მასა თუ არის 18.5-დან 25-მდე, 25-დან 30-მდე არის ჭარბი წონა. 35-მდე პირველი ხარისხის სიმსუქნე, 40-მდე მეორე ხარისხის სიმსუქნე, 40-ზე ზემოთ უკვე გახლავთ უკიდურესად მძიმე სიმსუქნე, მძიმე ხარისხის სიმსუქნე. კიდევ ერთი მაყურებელი ელოდება თქვენს პასუხს. მოგესალმებით, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. გამარჯობა. გამარჯობა.
შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. დიახ, გისმენთ. ვარ 67 კილო და მაქვს მეტრე 61 და მუცლის გარშემოწერილობა 87 და რა ვიცი, არ თუ არა ჭარბი ალბათ შეიძლება მითხრათ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ალბათ სხეულის მასის ინდექსს, რომლის მეშვეობითაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ გამოთვალოთ თქვენი სხეულის მასის ინდექსი და წონა თუ ხართ ჭარბი წონა. ესე იგი, უნდა თქვენი კილოგრამები უნდა შეაფარდოთ თქვენი სიმაღლის კვადრატთან და მიღებული ციფრით გაიგებთ ხართ თუ არა ჭარბწონიანი. ეს ალბათ ის შემთხვევაა, წეგან რო თამარმა ახსენა, რომ შეიძლება ნორმაში იყოს, მაგრამ მუცლის არეში იყოს. შემოწერილობა 87 სანტიმეტრი ნორმის ზღვარზეა, 88-ის ზემოთ უკვე იქნება საგანგაშო. აქ რა თქმა უნდა წონა იქნება დასაკლები. კი ბატონო, ხალბატონო თამთა, რა მეთოდებს იყენებთ ჭარბწონასთან საბრძოლველად თქვენ? ჩვენს კლინიკაში გარდა იმისა, რომ თქვათ არის როგორც სამკურნალო თერაპიული, როგორც ფსიქოთერაპიული, ასევე სამკურნალო, ესე ვთქვათ, თერაპიული დანიშნულებით, ასევე გვაქვს როგორც სასწავლო პროგრამაც. ანუ გარდა იმისა, რომ თქვათ არის ექიმი ენდოკრინოლოგის კონსულტაციები, გამოკვლევების მიხედვით უკვე მისთვის ინდივიდუალური მენიუ შერჩევა, ფსიქოკონსულტაციები, ტრენინგები, შემდეგ უკვე შედეგი შენარჩუნების ეტაპი და პლუს ამას არის ფიზიოპროცედურები, გვაქვს ესეთი ტრენინგიც, პროგრამის ფარგლებს, სადაც არის სამზარეულოს დღე, სადაც ადამიანს ვასწავლით დეტალურად თუ რა პროდუქტი, როგორ დღის რომელ ნახევარში ჯობია მიიღოს, დღის თქვათ რასთან ჯობია რომ შეახამოს, ასევე გრამების, კალორიების გაზომვას, როგორ შეადგინოს იდეალური და კარგი მენიუ საკუთარი თავისთვის ან ოჯახის წევრებისთვის. აბსოლუტურად ყველაფერს ვასწავლე, იგივე მასის ინდექსის გამოთვლას, ხო? და მარტივად მომზადებას იმ პროდუქტებით სადილის, რომელიც უფრო დავალკალორიული შეიძლება იყოს, უფრო გემრიელი და დამანაყრებელი. ანუ გარდა იმისა, რომ თქვათ არის თერაპიული, არის სასწავლოც. ანუ ადამიანი სწავლობს ერთხელ ამ ყველაფერს და უკვე რა თქმა უნდა ახსოვს მთელი ცხოვრება. ამიტომ თუ კი გაითვალისწინებს, რა თქმა უნდა, უკვე მუდმივად ამ რჩევებს, რომელიც ჩვენგან მიიღებს და იმ ცოდნას გამოიყენებს, რა თქმა უნდა, შეიძლება უკვე შეინარჩუნოს უკვე ტანადობა და მოხდენილობა მთელი სიცოცხლის მანძილზე. უშუალოდ თქვენ როგორ ერთვებით სიცოცხლის დაძლევაში? პირველ რიგში ხდება პაციენტის შეფასება, მისი ჩივილებიდან გამომდინარე, კლინიკური სურათიდან გამომდინარე, ვიკვლევთ დაავადებებს, ხომ არ არის რაიმე დაავადება, რომელიც იწვევს სიმსუქნეს. ვატარებთ კლინიკურ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, უტარდება ანალიზები, რაც მოიცავს ლიპიდური სპექტრი, ანუ ეგრეთ წოდებული ცუდი ქოლესტერინის განსაზღვრა, გლიკემიის, ანუ შაქრის დონეს სისხლში და ინსულინის შეფასება, ინსულინორეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის განსაზღვრა, ასევე მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა და სხვა აუცილებელი გამოკვლევები, რასაც ვადგენთ ინდივიდუალურად კონკრეტული პაციენტიდან გამომდინარე. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას და მიზეზს ვადგენთ სიმსუქნის რა არის და შედეგად ვიწყებთ შესაბამის მკურნალობას. შეიძლება იყოს რაიმე დაავადება და ვიწყებთ დაავადების მკურნალობით, მაგრამ შეიძლება იყოს ასევე მხოლოდ კვებითი ქცევის დარღვევა, რაც არის ფსიქონევროლოგიური პრობლემა. ამ შემთხვევაში აქტიურად ერთვებიან ჩვენი ფსიქოთერაპევტები და ვასწავლით პაციენტს, როგორ უნდა გამოიმუშაოს სწორი კვების პრინციპები. ასევე ყავს ფიზიოთერაპევტი საჭიროების შემთხვევაში, უფრო ქალბატონებში, როდესაც არის ცელულიტი, ვაკეთებთ ანტიცელულიტურ მასაჟებს, კანის გამკრუვებას, გაჯანსაღებას და სხვა პროცედურები. ერთობლივად მუშაობთ, როგორც ენდოკრინოლოგი, ასევე ფსიქოთერაპევტი და ფიზიოთერაპევტი, ანუ მასაჟის სპეციალისტი. ვადგენთ ძირითად მიზეზს და მუშაობთ ერთობლივად. კიდევ ერთი მაყურებელი რეკავს ჩვენთან, მოგესალმებით, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. თვით რა მაინტერესებს, შეიძლება უხერხული იყოს, მაგრამ თან ხარ რამდენად სადაზღვევო ერთვება თქვენ პროგრამის, გასაგებია თქვენი შეკითხვა. მადლობთ ქალბატონო, დაახლოებით რომ უთხრათ, ამდენად ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის ეს. საკმაოდ ხელმისაწვდომია ზოგადად მომსახურება და მომსახურების მიღება პაციენტებს შეუძლიათ როგორც ერთიანი გადახდა, ასევე განმადებაც გვაქვს და ეს კარგ საშუალებას აძლევს უკვე დღესდღეობით ან მომხმარებელს, რომ გაანაწილოს ეს თანხა 12 თვეზე და შესაბამისად მარტივად გადაიხადოს. რაც შეეხება სადაზღვევოების შემთხვევაში, მე ვფიქრ, უფრო სოციალური დახმარება შეიძლება ჩაერთოს, თუ კი არის რაიმე უკვე ჭარბის სიმსუქნე, როგორც თქვა უკვე თამარმა, უკვე მეორე ხარისხი და ზემოთ, როდესაც უკვე აუცილებელია პაციენტისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის და გადარჩენისთვის წონაში დაკლება. შესაძლოა ამ ხრივ მიიღონ დაფინანსება და როგორც წესი და მაქვს ინფორმაცია, სადაზღვევოები ამაში მე მგონი არ არიან ჩართული.
სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ნელა იწურება, მინდა ქალბატონო თამარ შემაჯამებლად რომ გითხრათ, რატომ უნდა მოვიდნენ თქვენთან პაციენტები, რა კომპლექსურ მკურნალობას თავაზობთ და როგორი იქნება შემდგომი მეთვალყურეობა შედეგის მიღწევის შემდეგ. რა თქმა უნდა ვიმკურნალოთ თუ არის სიმსუქნე, იმიტომ რომ ეს ქმნის ძალიან ბევრ სერიოზულ დაავადებებს და არ არის სასურველი. სიმსუქნის მკურნალობა არის გახანგრძლივებული, ჩვენ ვაკვირდებით ასევე დაკლებულ წონას და შემდეგ ვზრუნავთ ამ დაკლებული წონის შენარჩუნებაზე. კი ბატონო, ქალბატონო თამთა თქვენც რომ გითხრათ კლინიკის უპირატესობები, რატომ უნდა მოვიდეს პაციენტები თქვენთან? როგორც უკვე აღნიშნე, უპირატესობა და ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ეს, რომ არის რამდენიმე სპეციალისტის ერთად ჩართულობა პაციენტის მდგომარეობაში, გათვალისწინებულია მისი ყოველდღიური რეჟიმი, ცხოვრების წესი, რიტმი, რომ მისთვის კომფორტული და მარტივი იყოს ახალ ცხოვრების წესის გადასვლა, ხდება აბსოლუტური, ესე რომ ვთქვათ, მეთვალყურეობა ჩვენი მხრიდან, კვირაში ერთხელ კონტროლი როგორც ენდოკრინოლოგის, ასევე ფსიქოლოგის და მუდმივი მონიტორინგი ჩვენი მხრიდან, რომ არ გადავავიდეს ადამიანი რელსებიდან და ბოლომდე მიიყვანოს თავის დასახული შედეგი. ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის და ესეთ საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ მაყურებელს კი მოვუწოდებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ყველა დაავადების საუკეთესო პრევენცია, თუმცა თუ გჭირდება თქვენ დახმარება, აუცილებლად მიაკითხეთ კლინიკა ველეს, სადაც პროფესიონალები დაგეხმარებიან თქვენ აუცილებლად ჭარბი წონის დაძლევაში. მე კი გემშვიდობებით ხვალამდე, ნახვამდის.